როგორი იქნება 2026 წელი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის? მოდით ვნახოთ, აბა. პირველ რიგში ვნახოთ წამყვანი არკანი 2026 წელს მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის, წამყვანი არკანი, ფინანსების არკანი და სასიყვარულო ურთიერთობების არკანი. წამყვანი არკანი დავიწყოთ და წამყვანი არკანი გახლავთ თასების ხუთიანი. პირველ რიგში გახსოვდეთ, რომ თუ 3 თასი გაიყვარა, 2 თასი ყოველთვის სავსე რჩება. ხო, ასეთი სიმბოლური რჩება, რომელსაც ყველა თავისებურად გაიგებს, მიიღებს. და წამყვან არკანს რაც შეეხება, მოსალოდნელი არის რაღაც გარკვეული ემოციური კრიზისები, მაგრამ ნახეთ მშვილდოსნებო, აქ თქვენზე იქნება დამოკიდებული ამ ემოციურ კრიზისებს როგორ გაუმკლავდებით, იმიტომ რომ თქვენ გექნებათ იმის ზალა, რომ გაუმკლავდეთ და პლუს ამასთან ერთად არის იმის შანსი, რომ მეტად პესიმიზმში გადადიოდეს თქვენი განწყობა, მაგრამ შეძლების დაგვარად ეცადეთ კონცენტრირდეთ უკვე იმაზე, რაც გაქვთ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის 2026 წელს მეტი მადლიერების გამოჩენა სამყაროს მიმართ, უკვე იმ ყველაფრისთვის, რაც უკვე გაქვთ თქვენს რეალობაში. და პლუს თქვენთვის 2026 წელი იქნება ძალიან თვითშემეცნებითი. თქვენ გინდათ არ გინდათ, მოგიწევთ საკუთარი თავის შესწავლა. ასევე კონკრეტულად ამ არკანში ვხედავ იმასაც, რომ რაღაც ახალ ადგილებში წახვალთ თითქოს, მაგალითად სამოგზაუროდ შეიძლება წახვიდეთ რაღაც ისეთ ქალაქში ან ქვეყანაში, რომელშიც არასდროს არ ყოფილხართ. რაღაც ასეთი ენერგია, ინფორმაცია წამოვიდა. ძალიან თვითშემეცნებითი იქნება თქვენთვის 2026 წელი. ფინანსებს რაც შეეხება, ვნახოთ აბა არკანი სამყარო. ფინანსური სრული ტრანსფორმაცია. კონკრეტული ეტაპი თქვენს ფინანსებთან დაკავშირებით დასრულდება და გადახვალთ რაღაც სრულიად ახალ საფეხურზე, სრულიად ახალ ენერგიებში. თქვენი ფინანსები 2026 წელს ნამდვილად აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2025 წელს იყო. თქვენი ფინანსები გადავა რაღაც სრულიად ახალ საფეხურზე, სრულიად ახალ ენერგიებში. პირადს რაც შეეხება პენტაკლების 8-იანი. იცით, ნებისმიერი სახის ურთიერთობის აზრი, იქნება ეს კოლეგიალური, მეგობრული, ამხანაგური, თუ მით უმეტეს სასიყვარულო. თავარი აზრი და არსი მდგომარეობს იმაში, რომ ორივე ადამიანი, ან რამდენიც იქნება, დატკბეს ამ ურთიერთობით და არა დაიტანჯოს. და ხშირად, როდესაც მესმის, რომ ურთიერთობა არის შრომა და ასე შემდეგ, კი, გარკვეულწილად არის შრომა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანებთან კომუნიკაციას ხანდახან სჭირდება ძალდატანა, ხანდახან სჭირდება ის, რომ ცოტა ხნით გავჩვდეთ და ადამიანს მოვუსმინოთ, ხო? მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ურთიერთობა აუცილებლად ნიშნავს რაღაც, არ ვიცი, თავქუდმოგლეჯილ შრომას, ძალიან ბევრ მუშაობას და ასე შემდეგ. თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში პირადში შემოვა მეტი სტაბილურობა და მეტი სიმყარე 2026 წელს და იცით, მშვილდოსნებო, თქვენ მოგიწევთ, რომ 2026 წელს მეტად მოусმინოთ ხოლმე ადამიანებს, მეტად მოусმინოთ იმას, თუ სხვებს რა უნდათ. ხვდებით ხომ? დავამატოთ ახლა არკანები და ვნახოთ ზოგადად რა ელოდება მშვილდოსნებს 2026 წელს. ნახოთ აბა რა ელოდება მშვილდოსნებს 2026 წელს ზოგადად. არკანი კვერთხების დედოფალი. ქალბატონებო, თქვენ აქ გელოდებათ ძალიან მნიშვნელოვანი კარიერული ზრდა, ძალიან მაგიური კარიერული ზრდა, იმიტომ რომ თქვენში, პირველ რიგში აქ სხეულის ცვლილებებიც იქნება დიდი ალბათობით. მაგალითად, როგორიც არის წონაში დაკლება, ან წონაში მომატება, ან შეიძლება, არ ვიცი, რაღაც მცირედი ცვლილებები, ფორმების გაუმჯობესება, მოდით ასე ვიტყვი, როგორც ქალბატონებში, ასევე მამაკაცებში, უბრალოდ ქალბატონებში ეს უფრო მკვეთრად იგრძნობა, იმიტომ რომ კვერთხების დედოფალი არის ეს და კარიერული ზრდა მოდის აქ აშკარად. კიდევ ნახოთ რა ელოდება 2026 წელს მშვილდოსნებს.
რა გელოდებათ, აბა? ხმლების ორიანი, ჩახედვა საკუთარ თავში, თვით შემეცნება. კი ბატონო, თვით შემეცნება, ასევე იცით არ მინდა ვთქვა რომ კონკრეტული ნიშანი ან კონკრეტული ადამიანი არის ეგოისტი ან ეგოცენტრიკი და ამას არავითარ შემთხვევაში არ ვამბობ, უბრალოდ იცით ჯანსაღი ეგოიზმი კი ბატონო საჭირო არის, მაგრამ ხანდახან დროთადრო პერიოდულად ყველა ადამიანს შეიძლება გადაგვდიოდეს არცზე ჯანსაღ ენერგიებში, ხო, ეგოიზმი. და აქ თქვენ შულდოსნებო მოგიწევთ მეტად მოусმინოთ სხვა ადამიანებს, მეტად დაფიქრდეთ ვინ რას განიცდის, ვინ როგორ გრძნობს თავს თქვენს ირგვლივ. თუმცა ამასთან ერთად თქვენ მოგიწევთ რომ მეტად შეიცნოთ თავად საკუთარი თავი, მეტად დაფიქრდეთ თქვენ თავად რას გრძნობთ და რას განიცდით და თქვენში გამოიღვიძებს თქვენი ძალა, თქვენი შინაგანი პოტენციალი. ხვდებით ხომ? სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, ბედნიერი დრო და ნახვამდის.